საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მოიაზრება ის, რომ შემდგომი აწეულების განმავლობაში თურქეთმა უნდა შექმნას ეგრეთ წოდებული თურქული ღერძი. ამ იდეაში მოიაზრება ის, რომ თურქეთის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნები უნდა გახდეს როგორც რეგიონში შემავალი, ასევე რეგიონის მიღმა არსებული თურქული და ისლამური სახელმწიფოები. ეს პრინციპი გარკვეულწილად ეხმაურება ნეოოსმალიზმის იდეას და თურქული გავლენების გავრცელებას რეგიონში და გარკვეულწილად თურქული ღერძის პრინციპი წინააღმდეგობაში მოდის ირანის საგარეო პოლიტიკასთან. გამომდინარე იქიდან, რომ ის ქვეყნები, რომელიც ამ პოტენციურ თურქულ ღერძში მოიაზრება, არის ირანის მეზობელი ქვეყნები, როგორც დასავლეთით ირანის, ასევე ირანის ჩრდილოეთით და თურქული ღერძი მომავალში შეიძლება მოგვევლინოს ირანის შეკავების პოლიტიკის ნაწილად. დღეს თუ ჩვენ გადავხედავთ პრაქტიკაში მიმდინარე პროცესებს, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ამ შემთხვევაში ორი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, ეს არის სირიის кейსი, რომელიც იყო ირანის მოკავშირე სახელმწიფო აწეულების განმავლობაში და დღეს ის სირიამ მთლიანად იცვალა ეგრეთ წოდებული საგარეო პოლიტიკის პროფილი და ის არის შეიძლება ვთქვათ თურქულ ორბიტაზე გადასული სახელმწიფო, ხოლო მეორე ესეთი შემთხვევა არის ჩვენი მეზობელი სომხეთის სახელმწიფო, რომელიც ასევე აწეულების განმავლობაში მოიაზრებოდა ირანის მიმართ კეთილგანწყობილი მეზობელი, თურქეთსა და აზერბაიჯანთან დაპირისპირებული სახელმწიფო, მაგრამ ესარსებული პოლიტიკური ელიტის მოცემულობაში, რომელიც არსებობს სომხეთში, ეს ორიენტირებიც იცვლება და ერევანის ცენტრალური ხელისუფლების პრიორიტეტია, რომ თურქეთთან დაალაგოს ურთიერთობები და გახდეს მისი ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყანა ამიერკავკასიაში. თურქეთისა და ირანის გავლენების კონკურენციის კიდევ ერთ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ მათ შორის არსებული სახელმწიფო ერაყი, სადაც ისინი ერთმანეთს ეცილებიან კონტროლს. მაგალითისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ თურქეთი პროტეჟედ გვევლინება ერაყის ქურთისტანის რეგიონის მმართველ ელიტაზე ბარზანების ოჯახზე, ხოლო ირანს გავლენები აქვს მის ცენტრზე ბაღდადზე, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ერაყს მართავს შიიტური ისლამის წარმომადგენელი პოლიტიკური ისტაბლიშმენტი. შესაბამისად, თურქული ღერძი გარკვეულწილად ახდენს ირანსა და თურქეთს შორის არსებულ საუკუნოვან ამასი მშვიდობის სისტემის რევიზიას, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთი აქტიურდება სამხრეთ კავკასიის ირანის სამეზობლოში, გულისხმობს სომხეთსა და აზერბაიჯანში, ხოლო ბრუნდება ოსმალეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიებზე გავლენის სივრცეში, კონკრეტულად არაბულ სამყაროში. ასევე შეიძლება დავამატოთ ისიც, რომ თავად თურქული ღერძის პრინციპის დამკვიდრება თურქეთის საგარეო პოლიტიკაში მიგვანიშნებს იმაზე, რომ მომავალ აწეულებში თურქეთის საგარეო პოლიტიკური ორიენტირი იქნება არა დასავლეთით მიმართულებით, მაგალითად იგივე ევროინტეგრაციის პროცესი, არამედ მის აღმოსავლეთით, ახლო აღმოსავლეთში და ცენტრალურ აზიაში.